შირინებადის ოქროს გალია. ეს წიგნი არის ფაქტობრივად ისტორიული დისკურსი, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისიდან თანამედროვე რეალობამდე გვიყვება ირანის ისტორიას. Როგორ მივიდა ქვეყანა რევოლუციამდე, შემდეგ რევოლუციის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, სად იყო თავისუფლების კუნძულები, ვინ როდის მართავდა ქვეყანას და რა მიდგომებით, ამ წიგნის საშუალებით ძალიან კარგად გაიგებთ. ხრობელი არის თავად შირინი, რომელიც მეგობრის ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. არის ძალიან მოსიყვარულე მშობლების ოჯახი, რომლებიც ზრდიან 3 ვაჟს და 1 ქალიშვილს. ტრაგედია და განხეთქილება იწყება მას შემდეგ, რაც ეტაპობრივად ძმები ირჩევენ სხვადასხვა პოლიტიკურ, რელიგიურ იდეოლოგიას. ერთი ხდება შაჰის გენერალი, მეორე კომუნისტი, მესამე კი ხომეინის მომხრე და ფაქტობრივად აი ამ არჩევანით ძმები საკუთარ თავებს გალიაში კეტავენ. გალია კი რაც არ უნდა ოქროსი იყოს, მაინც გალიაა და მის მიღმა ვერ იხედებიან. ვერ დანახვა კი ქმნის ერთგვარ უფსკრულს, რომელიც იმდენად დიდი არის, რომ ძმებს ერთმანეთისგან აშორებს. ჩვენ ხედავთ აი ეს მისწრაფება და ერთგულება ამ ყოველფრისადმი რის ფასად უჯდებათ და იმ ღირებულებების ნაანგრევებში როგორ ყვებიან ძმები, რომელსაც მათი ოჯახი ბავშვობიდან აშენებდა. ჩვენ ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ რად უღირს ირანის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქის სიცოცხლე. თუნდაც ერთი იდეის გარშემო მებრძოლი ადამიანები, როგორ შეიძლება რომ მეორე დღეს იქცნენ ერთმანეთის მტრებად და როგორ სწორდებიან მტრებს. ძალიან დროული არის ამ წიგნის წაკითხვა. წიგნი გამოსცა გამომცემლობა ინტელექტმა, მთარგმნელი გახლავთ სალომე ბენიძე.